13 სექტემბერს ქალის სახელად მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასათანადო ტარების გამო დააკავა. ის ჩასვეს ფურგონში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით სცემეს. შემდეგ კი გადაიყვანეს დაკავების ცენტრში. იქ მაჰსა კომაში ჩავარდა. 3 დღის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამავდროულად კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოყვა. ამის შემდეგ ირანმა დახურა ქვეყნის ინტერნეტი, მაგრამ სოციალურ მედიაში ასობით პოსტი ვრცელდებოდა, სადაც მაჰსას სიკვდილს ბოლო 3 თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ. მათ შორის ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ქალები სახალხოდ იჭრინდნენ თმებს. ეგრეთ წოდებული მორალის პოლიცია პატრულირებს ქუჩებს რეჟიმის მკაცრი ჩაცმულობის კოდექსის აღსასრულებლად. ისინი ძირითადად აფრთხილებენ ქალებს, რომ სწორად ატარან ჰიჯაბი, ან აჯანიმებენ, ან კიდევ აკავებენ. მორალის პოლიცია რეპრესიული აპარატის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ფლობს ძალაუფლებას ირანელებზე. საპროტესტო აქციების ვიდეოებში ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები ძალადობრივად შლიან აქციებს. იმის გაგება თუ ვინ შეიძლება იყვნენ ისინი, ბევრ ამის გვეუბნება ძალაუფლების სტრუქტურის შესახებ, რომლის შესაძლებლადაც ირანელები იბრძვიან. 1970-იან წლებში ირანის საერო მონარქია იყო, რომელიც მოქმედებდა როგორც დიქტატურა. შაჰის დროს ირანელებს არ ჰქონდათ პოლიტიკური თავისუფლებები, მაგრამ სარგებლობდნენ სოციალური თავისუფლებებით. მათ ასევე ჰქონდათ ეკონომიკური ზრდა, რამაც გარდაქმნა ირანი ტრადიციული კონსერვატიული საზოგადოებიდან მოდერნიზებულზე. მალევე ეკონომიკურმა იმედგაცრუებამ და პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია აჯანყებები ახალი ისლამური მმართველობის მოთხოვნით. აჯანყებები 1 წელი გაგრძელდა, მაგრამ რეჟიმი არ შეიცვალა გადამწყვეტი შემოbrunების მომენტამდე. არმიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. სწორედ ამ დროს დაინგრა მონარქია და გზა დაეთმო ისლამურ რესპუბლიკას. ისინი დღესაც მართავენ ირანს, მაგრამ ის ნეიტრალიტეტი, რომელიც საშუალებას აძლევდა რეჟიმს მოსულიყო ხელისუფლებაში, ასევე იყო მის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე. Which was supposed to be loyal to the Shah, but stabbed them in the back. The best strategy was to hedge their bets by creating a branch of armed forces that they could trust much more than the army. უზენაესი ლიდერის მმართველობის დროს რეჟიმმა შეინარჩუნა ძველი არმია, მაგრამ შეიქმნა ცალკე სამხედრო ჯგუფი სახელწოდებით ისლამური გვარდიის კორპუსი. ეს ჯგუფი გადამწყვეტი იყო ირანის ხანგრძლივ ომში ერაყის წინააღმდეგ. The Revolutionary Guard played an important role in trying to push back the Iraqi army, and after that they managed to turn that political capital into economic influence and political power. მათი მნიშვნელობა იზრდებოდა მათი შიდა უსაფრთხოების როლიც, რაც ნიშნავდა ზოგჯერ ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას. Human Rights Watch-ის მიერ დამოწმებული ვიდეოებში ჩანს, რომ შეიარაღებული ძალები სცემენ მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და შავებში ჩაცმული მამაკაცები, რომლებიც მოტოციკლებზე მოძრაობენ და იარაღიდან ესვრიან ხალხს. ამ შავებში ჩაცმულ მამაკაცებს ბასიჯებს უწოდებენ. ისინი არიან გასამხედროებული მოხალისე მილიციის აღწერილობა ისლამური გვარდიის კორპუსის ქვეშ, რომლებიც სასტიკად ლოიალურები არიან ლიდერის მიმართ. It was a force that was created in order to do social control. სექტემბერში Amnesty International-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებზეც ჩანს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთ სარდლობას დაავალეს მომიტინგეებთან სასტიკი დაპირისპირება, ხოლო ადგილობრივმა მეთაურებმა უშიშროებს ძალებს უბრძანა უმოწყალოდ დაპირისპირებოდნენ და სიკვდილამდე მიიყვანათ მომიტინგეები. შედეგად უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მინიმუმ 18,000 მომიტინგე დააკავეს. დაღუპულთა რიცხვი კი სულ მცირე 250 არის, მათ შორის 60-ზე მეტი ბავშვი. ახლა კი ირანმა სიკვდილით დასჯაც დაიწყო. ამდენი ხალხის ქუჩაში პროტესტის მიზეზი არის ის, რომ ირანის ძალაუფლების სტრუქტურა მათ არანაირ ალტერნატივას არ აძლევს. ისევე როგორც შეიარაღებული ძალებია ისლამური რესპუბლიკის საყრდენი, ასევე არსებობს რამდენიმე სხვა გზა, რომელიც მხარს უჭერენ ქვეყნის ძალაუფლების სტრუქტურის მანქანას. ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი დამოუკიდებელი უნდა იყოს, ისინი არ არიან. გულისხმობთ ირანის საკანონმდებლო შტორს, რადგან ეს სამთავრობო ორგანოები ტექნიკურად არჩეულია, მაგრამ მათ აკონტროლებს რეჟიმის მიერ დანიშნული მეორე საბჭო. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმს შეუძლიათ კანდიდატების დისკვალიფიკაცია და უარყოს კანონები. ეს კი არღვევს ხალხის ნებას. The unelected institutions have continuously stymied and sabotaged those reforms, and that has created a sense of despondency within the society. ასე რომ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანელები მზარდი ტემპით გამოვიდნენ ქუჩაში არჩევნების გაყალბების, სამთავრობო კორუფციისა და ეკონომიკური გაჭირვების წინააღმდეგ და დღესაც. ამინის გარდაცვალებიდან მალევე გავრცელდა მისი დაკრძალვის ვიდეო, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული. ქალებმა ჰიჯაბები გაიხადეს და ხალხმა სკანდირება დაიწყო. ამ სლოგანმა კი მთელი ქვეყანა მოიცვა.
Usually the pattern of the protests in the past 10-15 years in Iran is that they often start with much more narrower objectives or demands. But this time around, almost from the get-go, the 0 to 100 happened overnight, and immediately there were calls for regime change. მაგრამ სისტემა, რომლის შეცვლასაც ირანელები ცდილობენ, შეიქმნა იმისთვის, რომ დათრგუნონ განსხვავებული აზრი და დაიცვალ ლიდერი. The idea of having multiple power centers and parallel institutions is for the regime to hedge its bets. None of these individual elements can, on their own, pose a threat to the pinnacle of power in Iran. თითქმის შეუძლებელია ასეთი მრავალფეროვანი დეცენტრალიზებული ძალაუფლების სტრუქტურის დამხობა. The fact that there is now no longer any hopes in the possibility of reforming the system from within, it has created a situation in which the younger generation of Iranians increasingly believe that they have nothing to lose. მომიტინგეების უმეტესობა ახალგაზრდა ირანელია, რომლებიც რევოლუციის შემდეგ დაიბადნენ და მემკვიდრეობით მიიღეს სისტემა, რომელიც არ უთხოვიათ. მიუხედავად ცენზურის, ახალგაზრდა ირანელებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს. სკოლის მოსწავლეები იღებენ საკუთარ თავს, როდესაც ანაცვლებენ უმაღლესი ლიდერის პორტრეტს სიტყვებით „ქალი სიცოცხლე თავისუფლება“. ცეცხლს უკიდებენ ჰიჯაბს და დევნიან რეჟიმის მხარდამჭერ პედაგოგებს სკოლებიდან. The current situation is the product of the Islamic Republic's failures over the years. The Islamic Republic failed to create a country in which the youth could see a future for themselves. It's really as simple as that.